ქუთაისში ეგრეთ წოდებული ნიკიას ნაგავსაყრელი სარეაბილიტაციო სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარინარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ნიკიას ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 2026 წლის მაისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასკვნით ეტაპზეა. შემდგომი ეტაპის სამუშაოები მოიცავს შიდა გზების მოწყობასა და ინფრასტრუქტურულ განახლებას, მათ შორის ძველი სამეთვალყურეო ჯიხურის ახალი თანამედროვე ტიპის ჯიხურის შენაცვლებას. ამასთან გაუმჯობესდება თანამშრომლებისათვის სამუშაო პირობები, განახლდება ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა, ობიექტის სასიცოცხლო რესურსი დაახლოებით წელიწადნახევრიდან 2 წლამდე ვადით გახანგრძლივდება. გარდა ამისა, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ნიკიას ნაგავსაყრელი უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებით. პარალელურად აქტიურად გრძელდება მუშაობა იმერეთის რეგიონში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის საკითხზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ობიექტის მშენებლობის დასრულებისა და მისი ოპერირების დაწყებისთანავე ქუთაისის ნიკიას ნაგავსაყრელი კანონის შესაბამისი ნორმების დაცვით დაიხურება. ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარინარჩენების მართვის კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისათვის ნიკიას დასახლების მოსახლეობა უკვე 1 თვეზე მეტია გაუსაძლის სუნზე საუბრობს. ნიკიას ნაგავსაყრელი მრავალი წელია პრობლემაა მოსახლეობისათვის. ამ უბნის მცხოვრებლები ნარჩენებისაგან წარმოქმნილ უსიამოვნო სუნზე წლებია საუბრობენ, ამბობენ, რომ სუნი დაკეტილ ფანჯრებშიც აღწევს, რაც ცხოვრებას აუტანელს ხდის. საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივებმა წლების განმავლობაში არაერთი აქცია გამართეს და ნაგავსაყრელის დახურვა არაერთხელ მოითხოვეს.